საღამომშვიდობის. მე ვარ ლოკომოტივის მემანქანე რატი მახათაძე და გაგაცნობთ სამანევრო ლოკომოტივის თბომავლის ჯმე-3-ის ტექნიკურ მოწყობილობას. თბომავლის აბრევიატურა ჯმე იშიფრება რუსულ ენაზე და ნიშნავს ჩესკი მანევროი ელექტროტეპლოვოз და ქართულად ითარგმნება ჩეხური სამანევრო ელექტროთბომავალი. წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სამანევრო და სატვირთო ელექტროთბომავალს ყოფილ საბჭოთა სივრცეში და მათ შორის საქართველოშიც. თბომავალი იწარმოებოდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქალაქ პრაღაში 1963 წლიდან 1994 წლამდე. თბომავალს აქვს 6 გოგორწყვილი და 6 წევისძრავი. წევისძრავებისთვის საჭიროა 750 ვოლტი დენი, მისი სრული წონა არის 123 ტონა, მაქსიმალური სიჩქარე არის 95 კმ/სთ, წევის სიმძლავრე არის 264 კნ, ძრავის ტიპი აქვს K6S310DR, ძრავის კონსტრუქცია 4-ტაქტიანია 6 ცილინდრით, დიზელი. ბრუნვის სიხშირე არის 750 ბრუნი წუთში, მუშა მოცულობა არის 120 ლიტრზე მეტი, საწვავის აუზი აქვს 6000 ლიტრიანი, ზეთის აუზი აქვს 800 ლიტრიანი. გენერატორი აქვს TD802, ჰაერის კომპრესორი 3CV60 ან რუსული KT6, რაც ხშირად გვხვდება რუსულ ტექნიკაშიც. კომპრესორი ამარაგებს ჰაერის რეზერვუარებს, რაც გამოიყენება სამუხრუჭე სისტემისთვის. მისი აირგამანაწილებლები აღჭურვილია სამგზავრო და სატვირთო რეჟიმებით. აქვს სამატარებლო 6 მდგომარეობიანი მუხრუჭი, დამხმარე სალოკომოტივო მუხრუჭი და საპარკინგე მექანიკური ხელის მუხრუჭი. ლოკომოტივის კაბინა აღჭურვილი არის ორმხრივი მართვის პულტით, მანომეტრებით, ამპერმეტრებით და ვოლტმეტრებით.